ადლის ნაპირგამაგრება დასრულდა. განახლებული სანაპირო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილემ დაათვალიერეს. აჭარის სანაპირო ზოლის ადგილის მონაკვეთი წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარავდა. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სამუშაოებზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა ადლის მდებარე ტერიტორიაზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. აქ დაახლოებით 700 მეტრამდე ზღვის სანაპირო ზოლი იქნა გამაგრებული. ამავე დროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უკვე შერჩეული იქნა იტალიური კომპანია, რომელიც ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას მთლიანად ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების შესახებ და ჩვენ უკვე წლის ბოლოსკენ გვექნება სრული დოკუმენტაცია და დავიწყებთ შერჩევით პროცედურებს უკვე სამშენებლო კომპანიის. სამშენებლო კომპანიამ დაასრულა ადლის ნაპირსამაგრის სამუშაოები. 1 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა ქვანაყარი ბერმა. ეს სამუშაოები, რომელიც ჩატარდა, დაიცავს ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმისგან.